შემოგვიერთდა ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეკობიშვილი. დილომშვიდობის ამამა დავით. დილომშვიდობის. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. მნიშვნელოვან საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს რედაქციაში იესოს ლოცვის შესახებ. რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს იესოს ლოცვა და რამდენად მნიშვნელოვანია ის ზოგადად მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლოცვა მით უმეტეს თანამედროვე ცხოვრებაში. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები ამბობენ იმას, რომ ვერ ვახერხებ ლოცვის საკითხვას, ზოგს პრობლემა აქვს მხედველობის საერთოდ და საერთოდ წიგნის მიმართ სამწუხაროდ შედარებით აიკარგა ეს დამოკიდებულება, მათ შორის ლოცვის წიგნის მიმართ, ბიბლიის მიმართ და ასეთ შემთხვევაში მით უმეტეს როცა ამ ლოცვას 2000 წლიანი ისტორია აქვს და საოცარ შედეგებზე გავუყავართ სტაბილურად და სისტემატურად ამ ლოცვის გამოყენებას. რა თქმა უნდა, საქადაგებელი არის ამ ლოცვის მნიშვნელობა. ეს გარკვეულწილად შრომაზე გადის, სულიერ შრომაზე. პირდაპირ ხა დავიწყოთ იესოს ლოცვა, ესე ვერ გავვალთ წინ და ვერ წარმოვატებით თუ სახარებაც არ ვიკითხეთ, თუ არ ვეცადეთ იმას, რომ ჩვენი გული სუფთა იყოს მოყვასის მიმართ, ასევე აუცილებელია ჩვენი ბაგეების დაცვა ამოუთმეტყველებისაგან და ყველაზე მთავარი რაც ესე გვაკლია თანამედროვე ქრისტიანებს ალბათ ეს არის საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ესე მინიმუმ 1-2 საათის განმავლობაში მაინც მთელი დღის მანძილზე რაც შეეწევა ყურადღების მოკრებას და კონცენტრაციას იმისთვის რომ ადამიანის მომზადებული შევიდეს ამ ლოცვაში. არსებობს ამ ლოცვის ორი ვარიანტი, ერთი უფრო ორივე ძველი არის რეალურად და წმინდა მამებთან და ბიბლიაში ორივე გვხვდება. ერთი არის 8 სიტყვიანი, უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო შემიწყალე მეცოდვილი და ერთი არის კიდე მოკლე ლოცვის კიდე უფრო მეტად მოკლე ვარიანტი, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე და რა თქმა უნდა თვითონ ადამიანმა უნდა აირჩიოს რომელ ლოცვას გაყვება. ორივე ლოცვის შედეგად წმინდანები გამختარან მორწმუნეები მლოცველები, საოცარი შედეგი აქვს ორივე ვარიანტს. თავარი აქ არის რომ იესოს სახელს მოუხმობთ და ვითხოვთ შეწყალებას. უფალო იესო ქრისტე, ეს არის მთელი სახარება, მთელი ქრისტიანობა, მთელი ეკლესია. სწორედ ამაზე დგას ეკლესია, როგორც უფალი ეუბნება პეტრე მოციქულს, როდესაც პეტრემ მამისეული გამოცხადებით აღიარა იესო ღვთის ძედ, კაცობრიობის მხსნელად და უთხრა მას უფალმა, რომ ამას კლდესაზე და აღვაშენებ ჩემ ეკლესიას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას და შემიწყალე მე, ეს არის ჩვენი თავმდაბლობის, ჩვენი რწმენის და მთელი ჩვენი მოღვაწეობის წარმოჩენა ღვთის წინაშე. მაგრამ 1 და 2 ესე წარმოქმნილი ლოცვა სამწუხაროდ კი გვინდა რომ მაშინვე თქვათ მივიღოთ შედეგი, მაგრამ იმდენად ხშირად ამავებაში და ცოდვაში გვაქვს ფეხი ჩადგმული და გულქვაობაში იმდენად ვართ, რომ ესე ვერ მოქმედებს ადამიანზე, გააჩნია ადამიანის გულშემოსრულებას და მდგომარეობასაც. ძირითადად, რამდენიმე ჯერ უნდა წარმოთქვათ ეს ლოცვა, რომ გარკვეული სულიერი გონების სინათლე მივიღოთ, რომ ეს წარმოსახვითობა, რაღაც ამაოფიქრები, აზრები, მიჯაჭულობები, უიმედობები მოვიშოროთ და თანდათანობით ჩვენი გონება გახდეს კავშირი დამამყარებელი უფალთან, რომ შესაბამისად მე ჩვენს გულზეც გადმოვიდეს საღვთო მადლი. გარდა ამისა, დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს შიში, დეპრესია, ხვალ რა იქნება. იმიტომ რომ დღევანდელმა ცხოვრებამ და განვლილმა ცხოვრებამ და ისტორიამ დაგვანახა ჩვენ რომ ადამიანს გარანტირებული მართლაც არაფერი არ აქვს, არანაირი გაგებით და ერთადერთი რაც ადამიანში აძლიერებს ამ რწმენას რომ იქნება ყველაფერი კარგად, ეხლაც კარგად არის და მომავალშიც კარგად იქნება, რომ უფალი ჩემთან არის. აი ამას ახორციელებს სწორედ ღმერთზე დამოკიდებულება და იესოს ლოცვის ხშირად აღვლენა. იმიტომ რომ ქრისტეს სახელი არის უზეშთაესი, ბევრი ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ჯადო აქვს მას გაკეთებული, ესეც უნდა ითქვას, და როცა ჩვენ ხშირად მოუხმობთ იესოს სახელს, მთელი ჯოჯოხეთის ბჭეები და ძალებიც რომ აღდგეს ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენ ვერ შეგვეხებიან. გარდა ამისა, აუცილებელი არის ესე მოკლედ ჩამოვთლი ყველას და მე შეგვიძლია გავშალოთ. გულწრფელი აღსარების ჩაბარება, ვაკვირდები იმას, რომ
მაშინ როცა თქვა აღსარებას ვაბარებთ, ზიარებით, სახარებას ვკითხულობთ, აი უფრო სულიერ საქმეებში ვართ, მაშინ უფრო მარტივად წარიმართება ჩვენში იესოს ლოცვა. თუ მარტო ამას ვაკეთებთ, არის ესეთი შემთხვევები, ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი ამას ვერ ვაკეთებ, თქვა ვერ მარხულობ, ტაძარში ვერ დავდივარ, სტანდარტულ ლოცვებს ვერ ვკითხულობ, ვერც ბიბლიას, მაგრამ იესოს ლოცვა სულ ვიმეორებ. აი, კარგია ეს, მაგრამ ნაკლები შედეგი იქნება ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ სათნოებები ერთმანეთთან ჭაჭურად არიან დაკავშირებულნი და ერთი მეორეს განაპირობებს და აი ყველა ეს სათნოებები იქნება ეს მარხვა, ხვიძარება, ტაძარში სიარული, აღსარების ჯაბარება, საკუთარი ბაგეების დაცვა, ყუდროების შექმნა განაპირობებენ იესოს ლოცვის უფრო უფასოვნად წარმართვას. და რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ჩვენ გავიცნოთ ღმერთი, როგორც პიროვნება და მასთან პიროვნული კავშირი დავამყაროთ, რეალურად რისთვისაც შექმნილი არის ადამიანი, აი ამ მისიას ემსახურება სწორედ იესოს ლოცვა, იმიტომ რომ სხვა ლოცვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კარგი არის სხვა ლოცვა და ეხმარება თავისთავად იესოს ლოცვას და ადამიანს ეხმარება სულიერი სრულყოფის მოხვეჭაში, მაგრამ ყველა სხვა ლოცვის დროს უფრო მეტი არის გაფანტულობის ხარისხი, იმიტომ რომ სხვადასხვა სიტყვებს ვამბობთ, იგივე ფსალმონის შემთხვევაში შეიძლება მთელი კაცობრიობის ისტორია იყოს რამდენიმე კანონში და ასე ვთქვათ ჩაწერილი და ადამიანს ხშირად არის ხოლმე რომ არის მით კიდევ არის მით ქართული სიტყვები არის ახლა გიორგი მთაწმიდელის რედაქციით არის, რომელიც მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა და მოგვცა ეს რედაქცია და აი ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იესოს ლოცვა. ამიტომ რაღაც რაოდენობა უნდა ავიღოთ, ეს რაოდენობა უნდა შევათანხმოთ საკუთარ თავთან და რა თქმა უნდა უპირველესად მოძღვართან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა დროს დაუთმობთ აი ამ ლოცვას და შესაბამისად მოძღვრის კურთხევით კიდევ უფრო მეტად პასუხისმგებლობის აღება ხდება აი ამ ღვაწლზე და დღის განმავლობაში შესაძლოა ეს ორჯერ იყოს, ან დილით საღამოს, ან ერთხელ, ან მთლიანობაში რაღაც 100 თქვათ რაოდენობა პირობითად რომ ავიღოთ და თუ ესე გავაგრძელებთ ყოველდღურად, სტაბილურად, დამიჯერეთ რომ თანდათანობით მივიღებთ ჩვენ სულიერ შედეგებს და რაც უფრო დრო გავა და ჩვენ ესე სტაბილურად გავყვებით ამ ლოცვას, მე უფრო მეტის აღსრულება მოგვინდება ლოცვის და მეტი პასუხისმგებლობაც გვექნება. მეტი პასუხისმგებლობაც გვექნება და ძალიან პრაქტიკულია. ერთადერთი აი მყუდრო გარემო არის საჭირო. შესაძლოა ტრანსპორტში იდგიან, იჭრიან, გადაადგილდებოდე. ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია ლოცვის აღსრულება. წმინდა მამები იმასაც გვირჩევენ, რომ თუ კი ვინმე სტუმარი მოგევა, ამაოდ მეტყველიო და სულ ამავებაზე საუბრობს, შეგიძლია ასე თანდათანობით მას ესაუბროთ და პაუზებში, როდესაც ისაუბრობს იესოს ლოცვა წარმოთქვა. იგივე შეგიძლია საკვების მიღების დროსაც რამდენიმეჯერ გულში წარმოთქვა ეს ლოცვა, როდესაც ჩვენ ემზადებით დავისვენოთ, დავიძინოთ, ავდგებით თუ არა, სანამ ეხა მოწესრიგდებით და დავდგებით სალოცავად ხატების წინაშე. ამ შემთხვევაში ისე წამით რომ არ დავკარგოთ, როგორც გაგვახსენდება ღმერთი, მაშინვე რომ ეს ლოცვა გავიმეოროთ ჩვენის ბაგეებით იქნება თუ შინაგანად. თავდაპირველად, ესე იგი, ადამიანი უნდა ეცადოს იმას, რომ შედარებით ხმამაღლა წარმოთქვას ეს ლოცვა. თუ ეხლა არ არის ამის საშუალება, შეიძლება რომ ჩუმად წარმოთქვას. ეხლა გულით ლოცვა და ჩუმად წარმოთქმა ეს განსხვავებული რამე არის. გულით ლოცვა ხდება მაშინ, როცა ადამიანი თავდაპირველად წარმოთქვამს ბაგეებით, მერე გონება მოიშორებს ამაო ფიქრებს, წარმოსახვებს და გონებიდან გადადის შემდეგ გულში. შეიძლება ეს ყოველდღიურადაც მოხდეს, ან დინამიკა ამ ლოცვის ესეთია, რომ თავდაპირველად თავიდან ჭირს ლოცვის ველში შესვლა და გავარა თქვა 1 ნახევარი საათი, 40 წუთი თუ ადამიანი ისევ ამ ლოცვაშია, ძალიან დიდ სიღრმეში შედის თანდათანობით და ეს არის უდიდესი ბედნიერება, როცა პირდაპირ გრძნობ იმას, რომ ღვთის წინაშე დგახარ, მას ევედრები და ამ დროს ადამიანის გული მობიერდება და ადამიანის ცხოვრება იცვლება სიყვარულისკენ. და არის კიდევ ესეთი დინამიკა, რომ შეიძლება რამდენიმე თვე, რამდენიმე წელიც კი ადამიანი ამ ლოცვაში იყოს და ასე ვთქვათ, თვალსაჩინო შედეგი ვერ მიიღოს. თვალსაჩინო შედეგი რა შეიძლება იყოს? ესე იგი ადამიანის დამოკიდებულება იცვლება ყვასის მიმართ, უფრო დამთმობი ხდება, შეუძლია მეტი მოთმინება კონდეს. სახარებას აიკითხავს
და უკვე იქ სხვა სიღრმეები იშლება და სხვა დამოკიდებულება უჩნდება ქრისტეს მიმართ. ზიარებაზე მივა და მართლაც ექნება შინაგანი განცდა იმისა, რომ უფალი მასში შემოდის და ეს პიროვნული კავშირი დგება მასა და ღმერთს შორის. აი ესეთი შედეგები იქნება უკვე იესოს ლოცვის შედეგად ადამიანის ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთზე გადაბმული თავისთავად და ახსენეთ ახლა მოყვას ის სიყვარული, რომელსაც უფალი გვასწავლის და ასევე გვასწავლის იმას, რომ გიყვარდეს მტერი შენი და თავისთავად შესაბამისად ყოველთვის აღვავლენ ხოლმე ხომ ასეთ ლოცვებს და ვთხოვთ უფალს, რომ მოგცეს იმის ძალა, რომ გვიყვარდეს მტერი ჩვენი და ასევე მოყვასი, რომელშიც არა მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები იგულისხმებიან, არამედ თუნდაც იგივე ის მტერი ხომ თავისთავად. რამდენად ეხმარება სწორედ ეს ლოცვა მამა დავით იმაში, რომ მოყვასი სიყვარული, მტრის სიყვარული გამოიმუშაოს ადამიანმა და მოიმუშაკოს. პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, იმიტომ რომ აი ვიღაცამ თქვა მაწყენინა სახეში გამარტყა, ცუდი თქვა ჩემზე, ან პირში, ან ზოგს უკან და მე მივდივარ ჩემთვის რაღაც საქმიანობ რაღაცას ვაკეთებ და რაღაც მომენტალურად ბოროტის მიერ შემომიზრება აზრი, რომ აი ეს ისეთია, ესეთია და მე შეიძლება ანუ ჩემს გულში იქნება თუ ამაღლა შეიძლება სოციალურ ქსელშიც ასე ვთქვათ ტალახი ვესროლო ამ ადამიანს და ძალიან ბევრი გამოვლენა შეიძლება გქონდეს ჩემს სიბოროტეს რომ მე ვერ გავანეიტრალე აი ეს უსიყვარულობა ჩემი სახარებისეული ქრისტეს მიერი სიყვარული ხომ როგორც სახარებაში ერთლოყაში რომ გაგარტყამენ მეორე მეუშვირე მეორეს მიშვერე ეს არის სწორედ სიყვარული ანუ ქმედება ისე კი არა რომ არაფერ გააკეთო სიყვარული დაანახე პირიქით მას და აი სწორედაც ეს სიბოროტე მოყვასზე შემოდის თავდაპირველად ადამიანის გონებიდან მაგრამ თუ ჩვენს გონებას დავიცავთ იესოს ლოცვით აი ვიგრძნობთ რომ აი რაღაც ბოროტე აი ამ კონკრეტულ ადამიანზე შემოდის ბოროტე ფიქრი ან რაღაცა ცუდი რაცა გეგმა გვინდა შევადგინოთ მისი სახელის გასატეხად და ბევრი გამოვლენა აქვს ამ სიყვარულის სხვადასხვა ფორმები აი მაშინვე უნდა წინ აღუდგეთ აი ბოროტ ფიქრებს და უსიყვარულო აზრებს იესოს ლოცვით ერთხელ წარმოთქვა მეორეჯერ მესამეჯერ თან შენს ძლიერდები იმ ლოცვის დროს სწავლობ სულიერ ბრძოლას როგორ გავამკლავდე ბოროტ აზრებს ბოროტ ფიქრებს და თან ამავე დროს თანათანობით შენ ესეთი ბრძოლითი მეთოდი აღასრულეს საკუთარ თავში იმისთვის რომ მის მოყვასი არ შეგეძულებინა და ბოროტი არ გეთქვამასზე თანათანობით შენ გუმში უკვე ძლიერდება სიყვარული შენში აი ამ ადამიანის მიმართ და როცა შენ სიყვარული შეგიძლია იმ ადამიანის მიმართ ან როგორც მინიმუმ ბოროტებას იქეთ არ მიაგებ რომელიც შენ გეწინააღმდეგება ხომ სხვა შემთხვევაში უკვე ოჯახის წევრებთან მეგობრებთან იმ ადამიანებთან რომელთაც არაფერი ბოროტი არ დაუშავებია ჩვენთვის გაცილებით მეტი სიყვარულის წარმოჩენა შეგეძლება და რატომ არის სიყვარული ესეც მნიშვნელოვანი უფალი გვეუბნება თუ თქვენ ერთმანეთი არ გიყვართ მე ვერ შემიყვარებთ ეს არის პირველი ეტაპი სიყვარულის მოსახვეჭად, რომელიც ლოცვის გარეშე ვერ შესრულდება ვერანაირად. არსებობს შვინვიერი, განხსნადი, სისხლისმიერი სიყვარული და არსებობს სახარებისეული სიყვარული. სახარებისეული სიყვარული არის სწორედ ის, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ხომ? ყველა უნდა გიყვარდეს და არანაირი გარჩევა არ უნდა გქონდეს. ვინ პატივი მოგაგო, ვინ შეურაცხყოფა მოგაყენა, ზოგადად ადამიანია და უნდა გიყვარდეს. და ძალიან ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ვინ ჩვენ პატივს ვსემდა გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი მტერი გახდა და პირიქით ვინ ჩვენი მტერი იყო ჩვენი პატივმსემელი და ჩვენი მოყვარე გახდა. ასე რომ ეს როლები ძალიან ხშირად იცვლება და შეიძლება რამდენიმეჯერაც კი შეიცვალოს დღის განმავლობაშიც და მთელი ცხოვრების განმავლობაშიც მით უმეტეს. და ერთადერთი რაც ჩვენ გვაბალანსებს სახარებისეულ სიყვარულში არის ლოცვა. ამის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. და აი ეს სიტყვები რომელიც უფალმა გააჟღერა ყველა ქრისტიანის მიმართ რომ თუ თქვენ გინდა ჩემთან იყოთ უარყავით თქვენი თავები და გამომყევით მე ყველაზე მეტად ლოცვას მიმართებ იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხედავთ რომ მონასტრებიც კი დაცარიელდა სამწუხაროდ ეხა ამას იმის ფონზე ვამბობ როცა თქვათ ათასობით ბერი მკვიდრობდა ჩვენ წმინდა მონასტრებში და ჩვენ ესე ერთი ხელის მოსმით ჯერ არც სურვილი გვაქვს ალბათ არც მოწოდებას ხედავთ და არც საშუალება გვაქვს და არც იმისი სულიერობა ყველაფერი დავტოვოთ და წავიდეთ მაგრამ აი ლოცვის დროს ჩვენ ყოველივე მსოფლიოს ზრუნვა უნდა დაუტევოთ და ეს არის ესე იგი მთელი საკუთარი თავის უარყოფა შენს არსებაში რა კართომებიც არის რა მიდრეკილებებიც რა მიჯაჭულობებიც რა ცოდვებიც რა რავნებებიც
ლოცვის დროს ყველაფერი ცოცხლდება. ნებისმიერი ლოცვა, რომელიც არ უნდა წაიკითხოს ადამიანმა და მით უმეტეს თუ ხშირი სახე მიეცემა ამ ყველაფერს, მე თავად აღმოაჩენს იმას, რომ თუნდაც ბოროტე იზრახვები, როდესაც მოვაზრათ თავში ხომ ან სხვა გარტყამს სახეში, ასე ვთქვათ, ძალაუნებურად ის ლოცვები, რომელსაც მუდმივად იმეორებ, ის სიტყვები სწორედ, რომელიც გჭირდება ზუსტად მაშინ მოდის, მამა დავით, რომ შენი სული განკურნოს, ასე ვთქვათ, და ის ბოროტის რახვები უკან დახიოს. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი და თანდათანობით ეს ლოცვა რო გადავა ჩვენს გულში, მე უკვე სხვანაირად იწყებს ადამიანის ცხოვრებას და არაფრის არ უნდა გვეშინოდეს ჩვენ, როცა უფალი ჩვენთან არის, უფალი ნათალ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს და როგორც ბრძანებს პავლე მოციქული, სახელისა მიმართ იესო ქრისტესისა, ყოველი მუხლი მოდრკეს, ზეცისათანი და ქვეყანისათანი და ქვესკნელისათანი და როგორც ბრძანებს პეტრე მოციქული, არც აღარს სახელი სხვა მოცემული სასაქვეშე, რომლით ამ საჯერ იყო ცხოვრება ჩვენი და აი მოკლე ლოცვის უპირატესობას წარმოაჩენს მინდა სახარებაც, ასევე ჩვენ გვაქვს სახარებაში ეპიზოდი, სადაც ბრმა ადამიანი, როდესაც ის გაიგებს, რომ იესო მოდის, ღაღადებს იესო, ძეო დავითისო შემიწყალემე და რამდენიმეჯერ იმეორებს ამას და ადამიანები ეუბნებიან მის გვერდში მყოფი ადამიანები, რომ გაჩერდი, დადუმდი, მაგრამ რაცაც უფრო მეტად უკრძალავდნენ იესოს სახელის მოხმობას, ეს უფრო მეტად ღაღადებდა სიმბოლურად. აი ეს საზოგადოება, რომელიც ბრმა ადამიანის გვერდით იყო და გარკვეულწილად აბკოლებდა ამ სნეულ ადამიანს, რომ ქრისტემდე მისულიყო და განკურნებულიყო, არის ჩვენი ეს ბოროტი ფიქრები და ბოროტი აზრები და ჩვენ რაც უფრო მეტად არ დაუჯერებთ და ისევ მოვხმობთ ქრისტეს სახელს, ვდგებით უდიდესი რეალობის წინაშე, როგორც სახარებაში არის, მივა უფალი ამ ბრმა ადამიანთან და ეტყვის მას, რა გინდა, რა გაგიკეთო შენ და ბრმა ადამიანი ეტყვის, მინდა რომ ჩემი თვალები აღვიხილო და თითოეული ჩვენთაგან გვჭირდება ჩვენი სულიერი თვალების ახელვა, რომ აი მართლმადიდებლობის დიდებულება დავინახოთ, ღვთის დიდებულება, ღვთის მაცხოვარება, როგორც ლოცვაში არის, რომ მიჩვენე ჩვენ მაცხოვარება შენი უფალო. აი ბრმა ადამიანის ლოცვა, სადაც მას ესეთი ლოცვა ამოვიდა გულიდან იესო ძეო დავითისო შემიწყალემე, უფალმა შემდგომში თქვა, რომ რას ფიქრობთ თქვენ, ვინ არის ქრისტე, ვინ არის ვისი ძე არის იესო? ფარისევლებს უსვამს ამ შეკითხვას და ისინი ეტყვიან, რომ დავითისი. და უფალი ამბობს, მაშინ რატომ ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი თავის ფსალმუში, რომ თქვა უფალმა უფალსა ჩემსა დაჯეთ მარჯვენა ჩემს. რატომ მიმართავს მას როგორც უფალი? როგორ იქნება მისი ძე თუ მისი უფალი? რეალურად ორივე არის ქრისტე, დავითის ძე, ხორციელად ღვთისმშობელის. დავითის ტომიდან იყო და სწორედ ამ შტოში მოევლინა ხორციელად ქრისტე კაცობრიობას, ხოლო სულიერად ის არის ღვთის ძე, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა შობილი, ის არის ჩვენი ღმერთი. და როდესაც ჩვენ ლოცულობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს ვესაუბრებით. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში არის არაერთი ეპიზოდი იმისა, რომ დედამიწაზე უნდა მოსულიყო ღმერთი და კიდევაც მოვიდა ღმერთი და ქრისტემ თავისი ქმედებებით ნამდვილად დაბეჭდა და დაადასტურა და დაუმტკიცა ყველას აბსოლუტურად, რომ ის მარადიული ღმერთი არის და თვითონ მოციქულებსაც კი უჭირდათ ამისი დაჯერება, რთული იყო მათთვის გაგება იმისა, რომ მათ გვერდში მყოფი პიროვნება, რომელიც მათთან ჭამდა, სვამდა, კი რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაცა ზეადამიანური ქმედებები ქრისტეს შემთხვევაში, რომ ის იყო მარადიული ღმერთი. და აი ჩვენ პირველ რიგში ეს უნდა დავიჯეროთ, რომ ქრისტე ღმერთია და მეორე უფრო გაგვიმარტივდება ლოცვა. ეს არის თანასწორი მამისა და თანასწორი სულიწმინდისა და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, უფალი ამბობს, ვერავინ ვერ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ. და ჩვენ ვიცით საქმე მოციქულთაგან, რომ სულიწმინდა გადმოვიდა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ქრისტეს ირწმუნეს. ისე რომ თუ გინდა ჩვენ ყოვლადწმინდა სამება ღმერთთან ახლოს ვიყოთ და რეალურად ახლოს უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ყველაზე ახლო არსება ცის ქვეშეჩი და ზეციურ ქმნილებებში, არსებებში და ყველა დაბადებულთა შორის არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად და ეს უცხო არ უნდა იყოს ჩვენთვის ღმერთთან ურთიერთობა, მასთან მეგობრობა, მისი სიტყვების მოსმენა, მის წინაშე მდგომელობა და ყოვლადწმინდა სამება ღმერთის გაცნობა ყველაზე მეტად ხდება სწორედ იესოს ლოცვის მეშვეობით და
ამ ლოცვის წარმოქმნა შესაძლებელია ფეხზე რომ ვიდგეთ ესეც, რომ ვიჯდეთ ნებისმიერი ასე თქვა ქმედების დროს. მთავარი რაღაც მყუდრო გარემო შევიქმნათ საკუთარ თავში. მამა დავით, აი ზოგადად ლოცვის შესახებ ვსაუბრობთ და საინტერესოა რა ძალა აქვს სინამდვილეში ლოცვას, გულწრფელ ლოცვას და ასევე ახსენეთ ლოცვის შედეგი და არის შემთხვევები სამწუხაროდ, როდესაც ვამბობთ ადამიანები, რომ ვილოცე უფალს შევთხოვე, თუმცა ეს კონკრეტული რაღაც თხოვნა, რაც უფალთან გამაჩნდა, არ შემისრულდა. რამდენად გვაქვს ამის უფლება სინამდვილეში, რომ ვთქვათ, ვილოცე არ შემისრულდა საყვედურად და საპროტესტოდ გამოვთქვათ ეს სიტყვები, რას ნიშნავს სინამდვილეში ლოცვის შედეგი? რას უნდა დავარქვათ, რომ შედეგიანია, ასე ვთქვათ, ლოცვა ჩვენთვის? თვითონ ის რომ ადამიანი უკვე კავშირზე გადის ღმერთთან, შეიძლება რაღაცა ბანალური სათხოვარი ქონდეს ადამიანს, თავისთავად ეს კარგია და ის სათხოვარი ხა შესრულდება თუ არ შესრულდება, თუმცა ეს მატერიალური ამას არ უნდა ქონდეს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა და ისეც უნდა ვიცოდეთ რომ თუ შესასრულებელია და ჩვენთვის სასარგებლოა შესრულდება თუ არა და არ შესრულდება. სოლომონ ბზენი ესეთ რამეს ამბობს რომ მართალი ადამიანის გულში რაც არის ყველაფერი შესრულდება. რას ნიშნავს მართალი ადამიანი? რომ შენ გინდა მხოლოდ სულიერი სარგებელი რომ მიიღოს შენს და შენმა მოყვას მათ მოყვასებმაც ყველა ადამიანმა აბსოლუტურად და მთელმა ერმა და ნუ ვიქნებით ესე ვთქვათ თქმელი მისა რომ უფალი არის მე ჩვენს ლოცვას ან საერთოდ არ არსებობს უფალი ეს ძალიან დიდი ურწმუნოება იქნება პირველ რიგში თუ გვინდა რომ ჩვენს გულში არსებული ეს სწრაფები შესრულდეს თუნდაც ის რაღაც მატერია არის რაღაც მაღალი მატერიები ზოგ სახლი უნდა სახლი მართლა უნდა კონდეს ეხლა ვთქვათ ზოგს რაღაც ელემენტარული სამსახური ჭირდება საიდანაც არსობის პურს მიიღებს ზოგს თუნდაც სხვადასხვა რაღაც დაოჯახება უნდა მოყვასთან შერიგება რაღაც მოგზაურობა არის ბევრი ისეთი რამ რაც შეიძლება მართლა ჭირდება თანამედროვე ადამიანს მაგრამ თანდათანობით ყველაფერი მოგვეცემა ჩვენ და აი მართალი ადამიანის გულში რაც არის ყველაფერი შესრულდება მართალი ადამიანი ის არის ვინც უფლის სიტყვას ისმენს და მას ასრულებს აი ამის ყველაზე დიდი მაგალითი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ის მართალი იყო ღვთისწინაშე და რაც ჩაიფიქრა შანაფიქრები 10 მაგად და 100 მაგად შესრულდა ხო მან ჩაიფიქრა რომ აი ესე იგი ღვთისმშობელი ვინც იქნებოდა იმის მსახური ყოფილიყო და თავად გახდა ღვთისმშობელი და მრავალი ესეთი ასპექტი რომელიც არის წმინდანთა ცხოვრებაში მათი ჩანაფიქრი ან გულში რაც იყო ყველაფერს უფალი უსრულოდ არც იყო საჭირო ის რომ კონკრეტულად ეს გამოეხატათ ჩვენ როდესაც ლოცულობთ ვამბობთ მამაო ჩვენო არსობის პური მოგვეცი ჩვენ და იყოს შენი ნება და აუცილებლად ყველაფერს ისე დაგვილაგებს უფალი რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ ამიტომ მე ვერიდები კონკრეტულ სათხოვარს უფალთან უფალო ესე მინდა იმიტომ რომ მე საბოლოოდ რაც მინდა იმაზე ვფიქრობ და თვითონ ინსტრუმენტები რა იქნება ფორმა რა იქნება ამაზე აღარ მევედრები უფალს რომ მაინც უფალო ეს მინდა რომც არ ვთქვათ უფალმა ხომ ისედაც იცის თუ რა გვაქვს გულის ნადებად ასე ვთქვათ ხო და რა არის ჩვენი სურვილი მეორე არის ის რომ უფალმა ყველაზე უკეთ იცის ჩვენ რა გვჭირდება და რა არა აი ამაში ისე ვარ დარწმუნებულია როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ რომ ღმერთი ყველაფერს მოგცემს და ყველაფერს გვაძლევს და მომავალშიც მოგცემს იმიტომ რომ ღმერთი არ იცვლება გუშინ და დღეს უფალი იესო ქრისტე კი თავოთი არის უკუნისამდე და სადაც ახარებაში არის ეპიზოდები რომ ცხოვარმა 5 პურით 5000 კაცი განაძღო და კიდევ 12 გოდორი დარჩა სავსე ეს 12 გოდორი შემთხვევით არ წერია ახარებაში დარჩაო ისე იგი იმდენს გვაძლევს უფალი კიდე დარჩება და მოწყალებაშიც გავსცემ სხვასაც დავეხმარებით და 40 წლიანი მოგზაურობა უდაბნოში ღვთისრჩეული არის ებრაელების ისრაელიანების რომ როგორ იყო რომ ზეციური მანანა მწყერმარხილი ოღონდ ვინც მეორე დღეს სამყოფს აიღებდა მეორე დღეს ეს მანანა არ ვარგოდა უფალი თავდაპირველად იქიდანვე გვასწავლიდა ჩვენ რომ კი რა თქმა უნდა რაღაცა მომავლის პერსპექტივები უნდა გააკეთოთ და გათვალოთ მაგრამ ნუ გამორიცხავ წმენას ხვალინდელ დღეს ნუ გაწყვიტავ ჩემთან კავშირს ნუ გაწყვიტავ ლოცვას ჩემთან ხვალად შემევედრე რომ არსობის პური მოგცემ მე შენ და აუცილებლად მოგცემ არსობის პურს და ისიც უნდა ვთქვათ რა არის ყველაზე მეტად არსობის პური. როგორც მაცხოვარი ბრძანების ახარებაში მე ვარ პური ცხოვრებისა, რომელიც ეცით გარდამოხვედ. უკვე თუ ვინმე ჭამდეს ამ პურისაგან, არ ამოკვდეს, არამედ ხონდეს იგი უკუნისამდე და პური, რომელსაც მე მივსემ,
კაცობრიობას გადარჩენისთვის ეს არის ჩემი ხორცი და ჩემი სისხლი. თუ ადამიანი ეზიარება, თუ ადამიანი სახარებას კითხულობს, აი სასწაულები ხდება მის ცხოვრებაში. რასაც ჩაიფიქრებს, ყველაფერი შესრულდება. ანუ ჩვენ რა გვინდა იცი, რაღაცა ვთხოვოთ ღმერთს, ანუ ჩვენ ვიყოთ ღმერთის ღმერთი. ანუ მას ubრძანოთ, მან გაგვიკეთოს და ჩვენ არაფერი არ გავაკეთებთ. მნიშვნელოვანი ისიც არის მამა დავით, ალბათ რომ კი ძალიან კარგია თუ ყველა ლოცვაზე პირად ვიცით თავისთავად, მაგრამ შეიძლება ყველა ლოცვა არ ვიცოდე, მაგრამ მხოლოდ უბრალოდ იესოს ლოცვა წარმოვთქვა, მაგრამ მთელი არსით, მთელი შეგნებით და მთელი გულწრფელობით, ასე ვთქვათ, და გულმხურვალედ ვილოცო, ხო, იმ შემთხვევაში. აი, ამაზეც დაახლოებით წუთნახევარი გვაქვს დარჩენილი და ორივე სიტყვა რო ვთქვათ, მამა დავით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გულწრფელად წარმოთქმულ ლოცვას და არა უბრალოდ დაზეპირებულ ტექსტს. შეიძლება უხეშად გამომდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხო, შეიძლება გონება გაგვეფანტოს იმ დროს და ვერ წარმოვთქვათ ისე როგორც საჭირო. პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღმერთს ვესაუბრებით და გავაცნობიეროთ უნდა ჩვენი ცოდვილობა და ამის შედეგად, ამის შესაბამისად ეს არ არის ხა ესე მარტივი და მარტივად ხელმისაწვდომი გულწრფელი ლოცვის მოპოვება, ამას ჭირდება გულის შემოსრულება და თავდაბლობა ჭირდება და ყველაზე შინაარსიანია სწორედ ეს ლოცვა არის, მოკლე ლოცვები. იმიტომ რომ ამ დროს შენ გრძნობ შინაარსს, ხო, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შემიწყალე მეცოდვილი. და გამორიცხულია რომ აი ამის გარეშე ადამიანმა გულწრფელი ლოცვა მოიპოვოს. ეს არის ყველაზე მეტად დამხმარე ადამიანის ამ გულწრფელი ლოცვის მოპოვების საქმეში. არის კიდევ სხვა მოკლე ლოცვებიც, ღმერთო მილხიენე ცოდვილს ამას და შემიწყალე მე, რომელსაც ეკლესია ურჩევს მორწმუნეებს დიდი მარხვის პერიოდში, რომ აი ეს ლოცვა აქტიურად გამოიყენონ. და აგრეთვე კიდევ ერთი აი ძალიან მოკლედ ვიტყვი. აუცილებელია ღვთისმშობლისადმი მოკლე ლოცვები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ ან ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ღვთისმშობელს უწოდებს და მას ლოცვით მიმართავს, აი მთელი მსოფლიო კრებები, მთელი დოგმატები, რაც მიემართება მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ყველაფერში მას ასე თქვათ უკვე აქვს თვალები ახელილი და ადამიანი არის უკვე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი თავის მწამსით და სწორედ ეს მწამსი და ეს სარწმუნოება და ეს თავდაბლობა, ლოცვა, აღსარება და ზიარება გადაგვარჩენს. ძალიან დიდი მადლობა მამა დავით მობრძანებისთვის და გამშვიდობებით. ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.